რაშია საქმე? ჯერთი არ არის ეგრე ფატალისტურად აწყობილი სამყარო, ყველა ვარიანტში შენ იღუპები და ყველა ვარიანტში ისკანდერი გეცემა თავზე, შენს ნაბიჯებსაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მოდი თეორიულად დავუშვათ, აი თეორიულად დავუშვათ, რომ ყველა ვარიანტში რუსეთი თავს გესხმის. ხომ არ ჯობია ეგრეთ დაიწყოს ეგ ომი, როგორც მე ვამბობ, როდესაც შენ არანაირი შეცდომა არ აქვს დაშვებული, პირნათლად წმინდა ხარ ყველას წინაშე. ტალიავილის კომისია არ გიწერს, რომ შენ რატო შეიყვანე ჯარები. ტაკერ კარსონი და ტრამპი არ გეუბნება ნატოში შესვლა რატო. არა, ვისთვის ჯობია, რას იცახით, რომ თუ ომი გარდაუვალია, ჯობია ომი დაიწყოს ისე, რომ შენ იყო სამდე მართალი. ვინმე კამათობს ამაზე. არა, მე მგონი რომ არა. მე უბრალოდ იმას რომ შენ გულხელ დაკაფილ. მე ვერ გაიგეთ რასაც. კი ბატონო, შენ ხელი არ უნდა შეუწყო კონფრონტაცია, შენი მხრიდან შეცდომა არ უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ სულ რომ ამ სტრატეგიამ ვერ გამოიღოს შედეგი და მაინც მოწინააღმდეგე თუ თავს დაგესხა, ჯობია ეგეთ ფორმით ჩემი კონსერვატორების სანამ უბრალოდ კითხვა მაქვს რა. ას ვაყალიბებ და არა, გავიგეთ რაც თქვით. ეხლა რაც შეეხება, აი, კაი თქვი და მე დავამთავრებ, ეხლა დიდხანს აწაგავთ. უბრალოდ ას ვაყალიბებ და ორივე ერთდროულად მიტევთ. ეხლა ერთნაირი არგუმენტები გაქვთ, ერთნაირი ვიდეოები გაქვთ, მაგრამ ნუ ერთნაირი ვიდეოები ყველას აქვს ეს ვიდეო. ხო, კი ბატონო, უყურეთ რაშია საქმე. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის კონკრეტულ კონტექსტს. მე გეთანხმები, რომ ეხლა გვაქვს ჩვენ უნიკალური შანსი. უნიკალური შანსი იმისთვის, რომ საქართველო გაძლიერდეს სამხედრო კუთხით. ხო, თუმცა წინაზე არ ბოდიში, სხვა რაღაცას გეუბნები. წინაზე არ დამინახია, რომ ჩვენ მე ჩემ ოპონენტთან შენი პარტიიდან თანხმდებოდა. თუ სამხედრო კუთხით გაძლიერებას თქვენი თანხმებით, მე კონსერვატორები ვართ, რაც ქვია, სამხედრო კუთხით კი არა, ჯარი უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. რაც შეეხება ჩვენ უნდა გავძლიერდეთ სამხედრო კუთხით, შენი აღება არ უნდა იყოს თუ ომი გარდაუვალია რუსეთთან, სამარცხვინოთ არ უნდა წააგო ერთ დღეში, როგორც წინა ტყუის გასტროლის გარეშე არ უნდა ჩააბარო კოდორი და ახალგორი და ლიახვის სოფლები და მთელი ტყუია წამალი მე რუსებს არ უნდა დაუტოვო, თუ ომი გარდაუვალია, მიხვდით? მაგრამ ამისთვის შენ უნდა მოემზადო, ეხლა არის დრონების ეპოქა. ეხლა არის დრონების ტექნოლოგიების ეპოქა, როდესაც საქართველოს ნაირ პატარა მასშტაბის სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი სამხედრო პოტენციალი და თავდაცვის უნარიანობა გაათმაკონ. ამ პარალელურად ამას აკეთებ, ძლიერდები და პარალელურად შენ რუსეთთან არა კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებ. და რუსეთი ესეთი ის არის, რა ქვია, უყურეთ ახლა შტერია. არის შენ რას აკეთებ და არა, რას გეტყვის ახლა სამხედრო დრონს რატო ყველა აწარმოებს დრონს. აი რო გითხრას რომ არ მაინც მაგაზე უნდა თქვა, მაინც ეგ არ არის კონფრონტაცია. არა, ეგ ისეთი კონფრონტაცია, ეგ კონფრონტაცია შტერო და დეგენერატო ისეც არავინ ეთქოს. კონფრონტაცია ეგ არის. მისინების წინააღმდეგ წასვლა არის დედასროა გინე. არა, ეს არის რაღაცა ფასადური რაღაც, ვინ აკეთებს მაგას. როგორ სააკაშვილის მისი ნების წინააღმდეგ წასვლა, ეგ არის პოლიტიკური კონფრონტაცია. კონფრონტაცია, არსებობს წითელი ზღვარი, არსებობს წითელი ხაზები. შენ ხა თუ ის გეუბნება განიარაღდი და საერთოდ იარაღი ხელში არ დაიჭირო, მაგაში ჯობია კაცო იარაღი ხელში დაიჭირო და ეგრე დაგიყროს. ეგ არის წითელი ხაზი. მაგრამ არსებობს საკითხები, რაზე შენ შეგიძლია კაცო რაღაცები ილაპარაკო. გიორგი, მე ამას ეხლა უყურე, რაც შეეხება რუსეთს, ეგეთი სულელია თუ არა. ეხლა რუსეთის ისტორია მე კარგად ვიცი. რუსეთი არის როგორი სახელმწიფო, იცით? ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის მართლობაში, რა ფორმაციაც არ უნდა იყოს, მონარქია იქნება ეს, სოციალიზმი იქნება თუ ვითომ დემოკრატია ბჭყალებში. რუსეთის მართველი ყოველთვის არის, აი რუსებს აქვს ეგეთი გამოთქვა, სამადერჟავეც. სამადერჟავეც არის აი იმპერატორის ტოლფასი. აი ალექსანდრე მეორე იქნებოდა, სტალინი იქნებოდა თუ პუტინი იქნება, რეალურად რაც არ უნდა სხვა დეკლარირებულად ფორმაცია იყოს სახელმწიფოში, რეალურად ერთპიროვნული მართველი. რუსეთს ასეთი მართველების შემდეგ ახასიათებთ ხოლმე დასავლეთი იქნება თუ კონფრონტაციასთან ყოფ სახელმწიფოებთან გადატვირთვა ურთიერთობების. აი მაგალითად ყირიმის ომი იყო მე-19 საუკუნეში 50-იან წლებში.
და რუსეთმა საკმაოდ ძიმე დარტყმები მიიღო საფრანგეთის, ინგლისის და თურქეთის ალიანსს ეომებოდა ერთდროულად. ნიკოლოზ პირველი იყო მაშინ იმპერატორი და მაგას გადაყვა საერთოდ. მაგ წარუმატებელ ომს გადაყვა ნიკოლოზ პირველი. მოვიდა მისი შვილი ალექსანდრე მეორე, რომელმაც ლიბერალური რეფორმები დაიწყო, ბატონყმობა მისი მმართველობის დროს გაუქმდა. ზუსტად ანალოგიური სურათი მოხდა სხვათა შორის სტალინის შემდეგ. როგორც კი სტალინი წავიდა, ეგრევე სისტემამ დაიწყო ამ რეპრესიული მანქანების შემსუბუქება, გულაგებიდან ხალხი გამოუშვეს, გადასახლებული ხალხი უკან დააბრუნეს, გარკვეული პოლიტიკური პროცესები დაიძრა, დასავლეთთან ეგრევე დაიწყეს ურთიერთობების გადატვირთვა. იგივე მოხდა მაგალითად გორბაჩოვის დროს. ავღანეთის ომის შემდეგ მოვიდა გორბაჩოვი და მერე საერთოდ ელცინი, რომელმაც საერთოდ დასავლეთზე იფიცებოდნენ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი პროცესებისთვის, უნდა გავძლიერდეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიწვიოთ ეხლა ამ ტურბულენტურ რეალობაში კონფრონტაცია საქართველოს ტერიტორიაზე, არავისი პროქსი ძალა არ უნდა გავხდეთ. და პროქსი ძალა რას ნიშნავს, იცით? აი მაგალითად ტრამპი რო ეხვეწებოდა ქურთებს, როდესაც ირანს ვერ გაუკაჩა. მიდით ეხლა თქვენ შეუტიეთო. აი აქ ქურთების მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდე. შენ სუბიექტი უნდა იყო და რუსეთთან როდესაც შენ ეგეთი ურთიერთობა გექნება, შენ მას არანაირ საბაბს არ აძლევ კონფრონტაციის. შიგნით ძლიერდები ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევ შენთან დალაგება, იმიტომ რომ შენთან კონფრონტაციით არაფერს არ იგებს. მაგალითად რუსეთს ეხლა ძალიან ჭირდება ჩვენი რკინიგზა. აფხაზეთის რკინიგზა, როგორ ჭირდებათ, იცით? იმიტომ რომ დასავლეთთან სანქციები აქვს, ზღვით და ოკეანეთი, უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდება, ან ნატოს ტერიტორია უნდა გაიაროს, ან უკრაინის დრონებია ყველგან და ნატოს ცხადია ეხმარება უკრაინის ხელით ამაში, თვითონ ფორმალურად არ მონაწილეობს, მაგრამ უკრაინის ხელით ცდილობს ხელი შეუშალოს. და რუსეთი ეხლა დამოკიდებულია თავის მეზობლებზე. მათ შორის რუსეთის რაღაცა პოზიციები რომ მეტნაკლებად შერბილებულია. რატომ არის იცით შერბილებული? იმიტომ რომ ჩვენ ვჭირდებით ეხლა რაღაცეებში. ცხადია მე იმას არ ვამბობ რომ ეხლა რომ ვჭირდებით ჩვენ ეგრევე ჩვენი ინტერესები უნდა დავთვალოთ, მაგრამ სავაჭრო რუსეთთან შენ ძალიან ბევრი გაქვს. აი მაგალითად აფხაზეთის სტატუსზე, როდესაც საუბრობ, ამ აფხაზეთის თემაზე. აი რომელია უფრო რელევანტური, აი რომ დაფიქრდე, რომ შენზე გავიდეს ცხადია ჩვენი ინტერესების დაცვით. რუსული ტვირთი თუ ეს ჩაკეტილი დაბლოკილი მდგომარეობა, როდესაც სამხრეთ რეგიონში რუსეთის პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან ურთიერთობები უფუჭდება, იმიტომ რომ საქართველოა საკვანძო ქვეყანა კავკასიის. საქართველოსთან თუ რუსეთი არ არის დალაგებული, არც სხვა სახელმწიფოებთან არ არის დალაგებული, იმიტომ რომ გეოგრაფია განსაზღვრავს გეოპოლიტიკის არსს.